მე მინდა თავდაპირველად გავმარტო. ჩვენ ვიცოდი რა თქმა უნდა, ბუნებრივია, ჩვენ ვიცოდით, ჩვენ გქონდა ინფორმაცია რომ ქვეყნის პრეზიდენტი აპირებდა ეს 12 საათზე მიემართა საქართველოს მოსახლეობისთვის. ჩემი დავალების თანახმად მობილიზებული იყო აბსოლუტურად ყველა შემოადგენლობა საბადრო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე ქალაქის მთავარი სამმართველოსი, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ უზრუნო გვეყო პრეზიდენტის უსაფრთხოება, ასევე სტუმრების უსაფრთხოება. ჩვენ გქონდა ორი გზა, გამზდებული იყო, გასუფთავებული იყო, ასე კორიდორი იყო გაკეთებული ორი ალტერნატიული გზისთვის. სამწუხაროდ მე აღმოვაჩინე, რომ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, ნაციონალური მოძრაობის წევრების, აქტივისტების ნაწილმა არ ისარგებლეს შეთავაზებული ალტერნატიული გზით. ისინი პირდაპირ შევიდნენ კონფლიქტში დემონსტრანტებთან. შესაბამისად ეს ამან გამოიწვია გარკვეული შეხლა შემოხვა, ეს არის ძალიან უსიამოვნო ფაქტი. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ჩვენ სამართალ მცველები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ კანონი. ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს. მე მესმის მათი გაღიზიანების, მესმის მათი პროტესტის მიზეზი, მაგრამ მე მათ მოვუწოდებ სიმშვიდისკენ და დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია. ხალბატონი ფაქტაკიშვილი არის ნაცემი ბატონი რეკრე მაყურებელმა ნახა ეს კადრები უკვე თუ იქნება ეს არის მათთვის არის გაფრთხილება, ეს არის მოწოდება რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია. პოლიცია რატო დაემორჩილონ კანონს. დაემორჩილონ პოლიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვიმართავთ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას. ჩვენ გამოვიყენებთ კანონით მინიჭებულ ყველა უფლებას. აუცილებლად ყველა ის პირი, რა თქმა უნდა, ყველა ის მოძალადე, რომელსაც დაარღვე კანონი, ყველა აგებს პასუხს. მე აქვე მინდა ერთი განცხადება გავაკეთო. სამწუხაროდ მე მესმის დემონსტრანტების, მაგრამ აქვე მინდა მათ მიმართო. მათი ეს ქმედება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების, ასე ვთქვათ, წისქვილზე ასხამს ხალხს. შესაბამისად, მე მათ მოვუწოდებ, სადაც მათ ჩემი რჩევა, ეს არის ჩემი გაფრთხილება გნებავთ. რომ ნუ შევლენ პროვოკაციაში მათთან. და ნუ შევლენ დაპირისპირებაში. და ნუ მოახდენენ პროვოკაციებს. ბატონო ერაკი ნაცემია რამდენიმე ჩემ მოვალეობა კი ბატონო ეს დავაკეთე კიდე. თქვენი მოვალეობა არის კი ბატონო კი და ვიცავთ მე კანონს. და არც ერთი არ დაუჭირე. არც ერთი არ დაუჭირე. მე აქ მაგიტომ მოვედი. რომ არავინ არ დავტოვო დაუჭირე. იქნება ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი თუ იქნება უხრე. ეს არის ჩემი პოზიცია. მე აქ ამიტომ მოვედი. ვინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ფაქტში? ვინ იღებს? ყველა ის პირი რომელმაც კანონი დაარღვია იქნება უკაცრად დასჯილი კანონის სილამიზით. კონკრეტულად ვინ იღებს? ბატონო ირაკლი, კონკრეტულ დეპუტატების გვარებს გისახელებს საუბარია ჩიორა თაქთაქიშვილზე, რომელიც ყველა ეს საკეუე შემთხვევა იქნება გამოძიებულ და მაქსიმალურად იქნება დაჯერებული. ვიცი ორგანიზებით იყო ბატონო, მაგრამ ჩვენ განცხადება ამის თავაზე პროვოკაცია იგეგმებოდა რამდენიმე საათით ადრე გავაკეთეთ. ასე რომ მე მგონი შეგეძლო თქვენავის ძალა შეგწევ დღეს მე მგონი პოლიცია აბსოლუტურად გამართული არის იმისათვის რომ იმუშაოს. დავამთავრე და თქვენ შეგიძლიათ პასუხით გაგცეთ. შეგეძლოთ მე მგონი გაგვეკეთებინა ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მოქმედებებიც რაღაცა უნდა გვეღონა, ხო? იმიტომ რომ ფაქტია რომ ამას გეგმავდნენ და ამის შესახებ ინფორმაცია არსებობდა. ჩვენ გავატარეთ პრევენციული ზომები, ღონისძიებები, მობილიზებული იყო აბსოლუტურად მთელი საბადრო პოლიციის დეპარტამენტი. რაში გამოიხატებოდა ქალაქის მთავარი სამმართველო. მაგრამ აბსოლუტურად ორი კორიდორი ახსენოთ, სად იყო ეს კორიდორი? სადაც ხალხი ერთი წუთით. ბიბლიოთეკის შესაძლოა ორი იქნება ორი კორიდორი. ხალბატონო მანადა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ პრეზიდენტის სასახლეში, სადაც პრეზიდენტი გააკეთებს მინიატურას. ამიტომაც გთხოვთ მაშინ რომ უზრუნველყო უსაფრთხოება და ანალოგიური არ განმეორდეს იქ. ხალბატონო მანადა მე კიდევ ერთხელ გამარჯვებას გავაკეთებ. მინდა რომ გვერდზე დაგიგდე რომ მოვისმინე. მოდი. გიორგი
მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დემონსტრანტს თავი შეიკავოს ყოველგვარ პროვოკაციებისგან, მათ დატოვონ დაუყოვნებლივი ტერიტორია. პატივის ძენ ქვეყნის პრეზიდენტს მე მესმის მათი მიზეზი, მათი გაღიზიანების მიზეზი, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ რომ მათ მოახდინონ პროვოკაცია და მათ შეუერთონ პარლამენტის წევრები. ასაგებია. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონმდებლობისად, არც ერთი პირი არ დარჩება დაუშვებთ. ეს არის ჩვენი პოზიცია. ერთადერთი კითხვა, რატომ არ მოხდა აქამდე ეს პარადი? მოხდა, მაგრამ მოხდა ძალიან დიდი რაოდენობით ხალხის მოსვლა სამწუხაროდ და გამომიწვია გარკვეული დაპირისპირება. და პროვოკაცია დიდი მადლობა.